7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე კორუფციული დანაშაულის ბრალდებით 21 პირია დაკავებული. დაკავების ღონისძიება ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განახორციელეს. გამოძიება მოიცავს ქრთამის აღების, თაღლითობის, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი დოკუმენტების დამზადება, გამოყენება და კორუფციული მოსყიდვების ფაქტებს. საქმეები ეხება როგორც სამედიცინო სფეროში, ყალბი დიაგნოზებისა და სტატუსების გაცემას, ასევე მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ბიუჯეტური თანხების თაღლითურად დაუფლებას. დაჩი ფეიქრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. იგი გადმოვარდა სიმაღლიდან მიიღო მრავლობითი დაზიანება, რის გამოც ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია. თვალის ფსკერის დაზიანების გამო გადაუნერგეს ხრტილოვანი ქსოვილი. ოჯახის წევრების ცნობით მას სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა თურქეთში. ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი დაჩის დახმარებისა, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებებისა და კონსულტაციების გამართვა 9 თებერვლიდან დაიწყება. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს იმ პრიორიტეტულ პროექტებს, რომლებიც დაფინანსდება. თესეუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება და გაერთიანებული სასწავლებლის სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.